ადამიანების ცნობა არ ჩენგცოდნია, შვილო. ამბობდი ესმა, ცოლიან კაცს ზედაც არ შეხედავსო. და აი რა მოხდა. ფიქრეთი ღმერთმა დაიფარა. ფიქრეთი ნაკლებად მადარდებს, მაგრამ ზეინები არ გახდეს ავად. ღმერთმა დაიფაროს. ამაზე ვნერვიულობ. რას ამბობს საკინე? ზეინები როგორ არის? როგორ იქნება დედა? ჭერს უყურებს და იტანჯება. მეგონა ესმა და ხალილ იბრაჰიმი მსგავს რამეზე არ წავიდოდნენ. სხვა რა გზა ჰქონდათ საკინე? შეუყვარდა და მინენდო. ახლა თავი დაიმციროს, ვერ ნახე როგორ უხაროდათ. გველები. ნახე, დამლა და აიშე, რა გახარებულებიც იყვნენ. ნარგიზზე უკვე აღარაფერს ვამბობ. სად არიან? ბაღში. რა თქმა უნდა, სახლში სიხარულს ვერ გამოხატავენ. ბაღში გავიდნენ და იქ სიცილით კვდებიან. ფიქრეთმა ეს ამბავი მშვიდად მიიღო. ხო, მეგონა გარშემო ყველაფერს გაანადგურებდა, მაგრამ როგორ ჩანს არც ისე ძალიან აინტერესებდა. არა ინტერესებდა. ასე ჩემს ჯიბრზე იქცეოდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ხო, კონკურენტები აღარ გყავს, ახლა ყველაფერი შენზეა. მაგრამ თვალი არ მოაშორო. თუმცა, არც ძალა დაადანო. გასაგებია? ასე მოიქეცი. ვიცი დედა, ვიცი, მაგრამ არ ვიცი როგორ დავუახლოვდე. ადრე სვამდა და ბევრს ვლაპარაკობდით. მაგრამ ახლა ალკოჰოლს არც კი ეკარება. როგორ მოვიქცე? რა ვქნა? ზეინებთან დაალაგე ურთიერთობა. თუ მძიმე დღეებში მის გვერდით იქნები, ფიქრეთიც დაგიბრუნდება. როგორც ოღოზმა მითხრა ქემალი ყველაფერზე თანახმაა, მაგრამ უთხრა რომ მათთან ერთად უნდა იცხოვროს. რა გაცინებს? ასეთი რამ შესაძლებელია? საკუთარ თავზე ფიქრობ და არა შენს ძმასა და ესმაზე. ყველამ თავის თავზე იფიქროს. მე ხალილ იბრაჰიმზე ვფიქრობ. არ არსებობს არანაირი ხალილ იბრაჰიმი გოგონი, შენის მოკალი, გაანადგურე. მართალია, ყოველთვის განადგურებული არ იქნება ზეინეფანი, ახლა სხვა იყოს განადგურებული. ასე არა რა თქმა უნდა, მაგრამ ცოტა უნდა მოითმინოს. სულ ცოტა. მართლა, ფიქრეთ ბეი, ოღუზმა მითხრა რომ ხალილ იბრაჰიმი ესმას ელაპარაკა, უთხრა რომ ერთმანეთს შეგახვედრებთ, არ ინერვიულოთ. როგორ შემატყობინებენ? შეგატყობინებენ. შეიძლება დღეს, შეიძლება ხვალ. ცოტა უნდა მოითმინოთ. ცოტა. ხომ გესმით? თქვენი ნებართვით. ვინ არის? რატომ რეკავს? ალბათ ახალი ამბავი აინტერესებს. არ უპასუხო. გისმენ ქან. ზეინებ. როგორ ხარ? თავს როგორ გორძნობ? მინდოდა მეთქვა კარგად, მაგრამ მომისმინე ზეინებ, არ ინერვიულობ, ყოველთვის შენ გვერდით ვარ. კარგი? შეგვიძლია შევხვდეთ, ვისაუბროთ. კარგი ქან. მაფრთხილებდი, მაგრამ არ დაგიჯერე. როგორ ჩანს ადამიანებს ჩემზე კარგად იცნობ. შეგიძლია მოხვიდე? ჩვენთან მოდი. მართო ჩემო. რა თქმა უნდა, შევთანხმდით, დროებით. დროებით. ზეინებ, ამას სპეციალურად აკეთებ? არა ძმაო. მინდა იცოდეთ, რომ ის გულუბრყვილო გოგო აღარ ვარ. როგორც ყველას გონივართ. ვიცი რასაც ვაკეთებ. გაერთიანდით და გინდათ გამაგიჟოთ. ქან, თუ კიდევ რამის იმედი გაქვს, არ ღირს. ზეინები არც ისეთი სულელია, როგორც შენ გონია. უმიზეზოდ არ გპასუხობს, გესმის? ქალები ყველაფრისთვის მზად არიან შურის ძიების გამო. მზად არიან ურთიერთობა გქონდეთ იმ ადამიანებთან, ვისაც მათი ყოფილი ვერ იტანს.
გამოიცანი ჰალილ იბრაჰიმს ყველაზე მეტად ვინს ძულს? რა თქმა უნდა, მე. რა თქმა უნდა, მე. იდიოტი ხარ ქან? იდიოტი. რა ხდება? რა ხდება გამზე? მამა, შენი შვილი ჯერ ისევ ზეინებზე ფიქრობს. შეხვედრა შესთავაზა. ისიც დათანხმდა. ვერაფერი გავიგე. ქან. გისმენ მამა. მოიცადე. მეც ფიქრეთთან მოვდივარ. დამელოდე და ერთად წავიდეთ. რატომ მამა? იმაზე სასაუბროდ რაც მოხდა. ჩემთან ერთად წამოხვალ. შოთამ რომ არ მოგკლას. გასაგებია? კარგი. პრობლემა არ არის. ერთად წავიდეთ. დროებით. გეთანხმები, რაც ცოტა ხნის წინ შენს ძმაზე თქვი. აი მოვიდა. ჰალილ, მითხარი რომ სიმართლე არ არის. სიმართლეა ძმაო. რას ნიშნავს სიმართლეა? მერე ზეინები? შენ ხომ მხოლოდ ზეინები გიყვარს? თან ესმა? გითხარი რომ შეცდომაა. შენ ხომ გამუდმებით შეცდომებს უშვებ? ასია საჭირო ძმაო. ამას ზეინების ჯიბრზე აკეთებს. ვიცი ოსმან. კეთილი იყო შენი მოსვლა ძმისშვილო. მადლობ. აბა, მომიყევი რა ხდება ბიძია. დილიდან უამრავი რამ მოისმინე არა? საქმეში ლეგენდა ხარ შვილო, მაგრამ ქალებისთვის სრული იმედგაცრუება. შვენიერი. ამის შემდეგ ილუზიები მაინც არავის ექნება. ესენი მოგიყვებიან. დარჩი ბიძია. აღარაფრის მოსმენა აღარ მინდა. მთელი ღამე ვისმინე, ახლა ცოტა შენც მოусმინე. გამარჯობა. გამარჯობა. თითქოს არაფერი მომხდა რა? რა მოხდა? გილოცავ, დიდემი ხომ არ მოგწონდა? ახლა დიდემისთვის უზარმაზარი გაკვეთილია. დიდემისთვის? ვინ არის დიდემი? ჩვენ, ზეინები. ხვდები მაინც რა მდგომარეობაში ვართ. ზეინებმა დარეკა და რამე გითხრათ? მხოლოდ ეს გაინტერესებს არა? გინდა რომ მოვიდეს შეურაცხყოფა მოგაყენოს. სახეში შეგაფურთხოს და შემდეგ ურთიერთობას გააგრძელებ არა? შურს იძიებ, თამაშობ, ყველაფერს მის ჯიბრზე აკეთებ. და ესმა? როგორ დაარწმუნე მისი საკუთარი მეგობრისთვის ეღალოდა? კარგი, ზეინებმა მოიყვანა ის, რომელიც შიგნიძის, მაგრამ ესმა როგორ მოატყუე? რთულ სიტუაციაში იყო, ამიტომ ვიფიქრე, რომ მე ამირჩევდა და არა ფერჰატს. მეწოდებით. ორივე. ორივე საცოდავები ხართ. მე და თურანი ბარგს ჩავალაგებთ და აქედან წავალთ. წასვლა არ გჭირდებათ. ჩემი ნივთები ჩაალაგეთ, მე მივდივარ. უკაცრავად, მაგრამ სად მიდიხარ? ესმასთან. არ არსებობს.
გუშინ ცოლობას თხოვე და დღეს ერთად უნდა იცხოვროთ? არასწორი იქნება თუ დიდემთან ერთად ერთ სახლში ვიცხოვრებ. ახლა არასწორი. როცა ზეინებთან იყავი, მაშინ დასაშვები იყო. წადი და ყველაფერი იმას აუხსენი, შიგნით რომ გელოდება. ავუხსნი. ვინ ხარ? ხალილ იბრაჰიმი არ ხარ. სხვა ადამიანი ხარ. შეიძლება შეცდომებს ვუშვებ, გულს გტკენთ, გაბრაზებთ, მაგრამ თქვენი ძმა ვარ. ხალილ იბრაჰიმი. შეეშვი. Merhaba. გამარჯობა. Sağlığın nasıl? თავს როგორ გრძნობ? შენი აზრით? Hamile olan ორსულად მე არ ვარ. Sen böyle ეს როგორ გააკეთე? nasıl o kıza evlenme მას teklif ცოლობა edersin? როგორ სწხოვე? Burada seni ეს შენ არ გეხება. Ne? Tam olarak. Ne demek ne? რას alaka? ნიშნავს არ მეხება? Ben bu evde ამ სახლში ცხოვრობ. მუცლით შენ შვილს ვატარებ. Sen bu evde ამ სახლში იმიტომ არ ცხოვრობ, რომ ცოლ-ქმარი ვართ და ურთიერთობა გვაქვს და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს შვილს ატარებ და ve kalmaya ისევ karar დარჩები. Ben bu şartlar altında böyle bir şey არაფრის მოსმენა არ მინდა. geçti zaten. ყველაფერი შეიცვალა დიდემ. მე მივდივარ, შენ რჩები. Ne demek ki? სად მიდიხარ? თუ ბავშვთან დაკავშირებით პრობლემები იქნება, დამირეკე. ჩემს პირობას ისევ შევასრულებ. სულ ეს არის ითქმაც მინდოდა. Söyleyeceklerim bu kadar. წავალ, ჩემს ნიფთებს ავიღებ. Ben eşyalarımı toplayayım. მამასთან ერთად მოხვედი? Evet. დიახ, ფიქრეთან დალაპარაკება უნდა. როცა გაიგო, მოვდიოდი, გადაწყვიტა, წამომყოლოდა. O da yol გზაში მკითხა თავიდან ხომ არ ვიწყებთ. yeniden başlıyor musunuz diye. თავიდან დაწყება არ მინდა. Bitirme dönemi. მინდა რაღაც დავასრულო. Biliyorum. ვიცი, ზეინებ, ვიცი. Kaldın Zeynep. ცოტა დაგვეგვიანდა კიდეც. გეუბნებოდი, მაგრამ ხალილ იბრაჰიმის ნამდვილი სახის დანახვა არ გინდოდა. ესმაზე უკვე აღარაფერს ვამბობ, შენი უახლოესი მეგობარი იყო. Arkadaşındı. Halil İbrahim. ხალილ იბრაჰიმი ასე პირველად არ ექცევა. Esma'dan ben მაგრამ ესმასგან მსგავს რამეს არ ველოდი. ne diyeyim? რა ვთქვა? İnsan içine çıkıyor. თუ ხალხში გამოსვლის არ შერწყვება, Benim için bir sorun. მაშინ ჩემთვის პრობლემა არ არის. Sen de çıkmalısın Zeynep. შენც უნდა გამოხვიდე. Yanlış anlama. არასწორად არ გამიგო, შეიძლება ჩემთან ერთად არა, მაგრამ ყველა ახალ ცხოვრებას იწყებს. Sen de bu სახლში evden kendini არ უნდა kapatmadan ჩაიკეტო. kendini zindana ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებ. ყველაფერს საუკეთესოს. Bence de მეც ასე ვფიქრობ. en iyisine layığım. მაგრამ ცხოვრება ყოველთვის Ama hayat her კარგ zaman ადამიანებს iyilerle არ karşılaşıyor. გვახვედრებს. Zeynep ზეინებ, bize bir şans. კიდევ ერთი შანსი მომეცი. ამას ამბობს ადამიანი, რომელმაც ჩემი მოკლა სცადა. O kazada იმავარიის დროს მეც მოკვდი ზეინებ. bu saçma. ქანი, რომელიც ეჭვიანობდა და ყველაფერს ანადგურებდა, აღარ არსებობს. Kaç tane როგორი var ქაანი sende? დარჩა? Artık bir. მხოლოდ ერთი O da seni. ქანი, რომელსაც ძალიან უყვარხარ. Ben size გითხარით, რომ ჩემს ძმას აზრს შევაცვლევინებდი, მაგრამ შენ და ხალილ იბრაჰიმი მტრები გახდით. Halil İbrahim'le ან იქნებ რამე ხდება, რაც უნდა ვიცოდე. eğer bu konuda bilmem gereken Mitxari. bir şey yoksa Ne gibi? ვერ გავიგე? Halil ხალილ İbrahim'in იბრაჰიმმა ესმას ხელი ითხოვა და თქვენი გეგმა ხომ არ არის? planı değilse, რადგან ვიცი, რომ ესმა გაინტერესებს, olsun ფიქრეთ. diye. Hani Esma'ya karşı az çok ilgini მე მგონი, სწორად ფიქრობ. İskender. ისკანდერ, შენი აზრით ჩემს დას მსგავს სიტუაციაში ჩავაგდებ რაღაც დაინტერესების გამო? Hadi დავუშვოთ არა, მაგრამ kenara koydum. ხალილ იბრაჰიმი ასე როგორ მოგექცა? Halil İbrahim bunu sana nasıl არ მესმის. Benim არა მგონია ეს ჩემთან იყოს დაკავშირებული. Belli ki Zeynep'le inat. ალბათ უფრო ზეინების გამო გააკეთა. სამაგიეროს გადახდას ცდილობს. Tamam. კარგი. და ახლა რა იქნება? Bilmem. არ ვიცი, ისკანდერ. Ben de bir. არანაირი გეგმა არ მაქვს.
არ მაინტერესებს რას ფიქრობს ჰალილ იბრაჰიმი, მთავარია შენი ძმა რას ფიქრობს. ფიქრობდა რომ ქემალისთვის მტრები გახდებოდით, მაგრამ ქემალმა თქვა რომ ჰალილ იბრაჰიმი ხელშეუხებელია მიერიდან. ან ჰალილ იბრაჰიმის და ქემალის წინააღმდეგ წავალთ, ან პირად საკითხებს გვერდით გადავდებთ და წინ ვივლით. არ ვიცი. ისკანდერ, არ ვაპირებ ჰალილ იბრაჰიმთან ან შენს ძმასთან ერთი გზით ვიარო. მაგრამ შენთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. თუ შენი არანორმალური შვილი ზეინებს რამეს არ დაუშავებს. ფიქრობს რომ ჰალილ იბრაჰიმის შემდეგ შანსი აქვს. მსგავსი შანსი არ არსებობს. ზეინებმა რომც მისცეს, მე არ მივცემ. შენ შვილს უთხარი ჩემი დისგან თავის შორს დაიჭიროს და ჩვენ შორის პრობლემა არ იქნება. გახსოვდეს. იაჰიას იმის თქმა უნდა რომ ერთი კვირის ვადა მოგცა და ეს ვადა თითქმის ამოიწურა. ჰალილ იბრაჰიმად ზურგი გვაქცია და ჩვენ რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ? გაურკვევლობაში ვართ. ასე არ არის, იაჰია? ასეა ძმაო. როგორ მოვიქცეთ, კაპიტანო? ორი ვარიანტი არსებობს. კაპიტანო, უკეთესი იქნება ერთი ვარიანტი იყოს, თორემ იაჰია დაიბნება. არა იაჰია? არა მუსა. ან იმას გააკეთებთ, რასაც ჯენგიზი ამბობს და ფულს დააბრუნებთ. ან მოკლავთ. კარგი კაპიტანო, მაგრამ ჩვენ ხომ ჰალილ იბრაჰიმი არ ვართ. პოლიცია თვალს არ გვაშორებს. ჰალილ იბრაჰიმთან ყველაფერი სხვაგვარადაა. იერახს ისხამს და როგორც რემბო შენობაში შედის და ყველაფერს ანადგურებს. რამით უკმაყოფილო ხარ, იაჰია? არა, კაპიტანო, არა. მსგავსი არაფერი მithქვამს. დაივიწყე. ასეთი რამ გამორიცხულია. იმიტომ რომ იმ ადამიანებს კლავთ, რომლებსაც ძალიან დიდი ღირებულება აქვთ. კაპიტანი ამბობს, რომ ისეთ ადამიანებს ვკლავთ, რომელსაც დიდი ფასი ადევს. იქნებ ჯობია ყურები დავიცოთ. მე არაფერს ვამბობ, ფაქტია, რომ ამ ფულის დაბრუნება არ გინდათ და არც ჯენგიზის მოკვლის გამბედაობა გაგაჩნიათ. მაშინ დაგემშვიდობებით. მიხარია რომ გიცნობდით, პერიოდულად ერთად მუშაობდით და სახელმწიფოს ეხმარებოდით. ამის გამო მადლობას ნუელით. თქვენ ყველაფერში ფული მიიღეთ. თქვენი ფული. კაპიტანო, თქვენი აზრით ეს დამშვიდობება ძალიან ნაადრევი ხომ არ იყო? ასეც იქნებოდა მუსა, თუ არ მოკვდებით. აი თუ არ მოკვდებით, მაშინ შემდეგ ნაწილზე გადავიდეთ. რა უნდა ვქნათ, ძმაო? თავს ხომ არ მოვიკლავთ, არა? გავაკეთოთ ის, რაც ყველაზე კარგად შეგვიძლია. საფლავის ქვა მომამზადოთ. როგორც ძმაო, ჯენგიზთან ახლოს მისვლაც კი არ შეგვიძლია. მას შემდეგ, რაც ჰალილ იბრაჰიმა გააკეთა, სახლის დაცვა გააძლიერეს. ასე თუ ისე მაგ ჯენგიზის სისხლს დავღვრით და მორჩა. Anne. დედა, გავდივარ. Ben çıkıyorum. უნდა წავიდე. სად მიდიხარ, შვილო? ამდენი სტუმარი დაბადიჟე. გენახა ყველაფერი გვაქვს თუ არა? Ay aman anne onlar. დედა, სტუმარი ვინ არის? მითაც უარი ვერ ვუთხარი. Tamam gelin de. მოდის, Sen soruma cevap პასუხს თავს ნუ არიდებ. სად მიდიხარ? Kemal abi aradı. ძმა ქემალმა დამირეკა, მითხრა რომ რაღაც მოხდა და მთხოვა მივიდე. ქემალთან რა საქმე გაქვს? Adam Esma ile. აშკარაა რომ უნდა ესმაზე მელაპარაკოს. Babamın arkadaşı ne? როთემ ბოლოს და ბოლოს მამას მეგობარია. მეც ძალიან ვუყვარვარ. ჯერ კიდევ გუშინ მის ქალიშვილს რა არ უთხარი ფიქრეთის გამო. Anne Fikret mi kaldı? რომელი ფიქრეთი, დედა? Esma artık. ესმა ახლა ხალილ იბრაჰიმის საწოლეა. Hadi ben kaçtım. გავიქეცი. Gecikmem. მალე მოვალ. აიშე. Ayşe abla nereye? დავაიშე, სად მიდიხარ? İşim var. რაღაც საქმე მაქვს. დროებით. Teyze. დეიდა, Efendim kızım. დიახ შვილო. Nereye gidiyor? აიშე სად მიდის? Ay ben onun işlerinden მისი საქმის არაფერი გამიგება. გონი ქემალთან წავიდა. ქემალთან? Ne işi var? იქ რა საქმე აქვს? Kemal'le?
Ablama ეს მას საერთოდ რატომ ელაპარაკება მას შემდეგ, რაც ჩემს დას გაუკეთა? მართალია, სინამდვილეში რა ხდება? ხალილ იბრაჰიმი ასეთი ბიჭი არ ყოფილა. ჩემი ცხონებული ნესიმი ძალიან აქებდა. Hepimiz აშკარაა, რომ ყველა ვწდებოდით, დეიდა. Hay Allah. ღმერთო ჩემო, Allah Allah. ღმერთო ჩემო. Beni çağırmışsın. მე ძახტი მამა. Otur. დაჯიქი. შვილო, არ გაინტერესებს უსარგებლოს რატომ გეძახი? Hiç merak არასდროს მაინტერესებდა, მაგრამ Ama beni neden ყოველთვის მაინტერესებდა რატომ არ გიყვარდი. იმავე მიზეზით, შვილო. Neymiş და რა მიზეზით? მაგალითად ავიღოთ ჰალილ იბრაჰიმი. იმ გოგოს დანიშნა მოინდომა, რომელიც მინდოდა შენზე დაგვენიშნა, შენ კი რეაქციაც არ გქონია. Çünkü ben zaten იმიტომ რომ ეს თავიდანვე არ მინდოდა. istemiyordum. რა მნიშვნელობა აქვს? რაღაცას გაძლევ, მაგრამ არ უფრთხილდები. არ შეგიძლია შეინარჩუნო. მისთვის არ იბრძვი და ამით ჩემს თვალში უსარგებლო ხდები. Peki baba. კარგი მამა, მაგრამ რა უნდა გავაკეთო, რომ შენი პატივისცემა მოვიპოვო? En azından თუნდაც ამის შემდეგ. იცი ქანი რატომ მიყვარს? ben de bunu merak ეგეც მაინტერესებდა. რატომ? იმ გოგოს არ უყვარს. მასთან არ უნდა, მაგრამ ზეინებზე უარს მაინც არ ამბობს. მისი მოკვლაც კისცა და მის გამო არც სიკვდილს შეუშინდა. და ამ დროს გოგონაზე შეყვარებულიც არ არის. რატომ? იმიტომ რომ ისკანდერმა უთხრა ეს გოგო ცოლად უნდა მოეყვანა. Yani baba. რას გულისხმობ, მამა? მითხარი. Söyle. Ne diyorsan yap. ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მეტყვი. შვილო, ჩვენი ოჯახის წინაშე ომი გამოაცხადეს. ეს მასთან რაღაც ხდება. რატომ უთხრა თანხმობა ჰალილ იბრაჰიმს მას შემდეგ, რაც ფიქრეთს დაუახლოვდა? თვალი არ უნდა მოაშორო. Baba takip მამა, მე არ მოვაშორებ, მაგრამ elimize ჭორების გარდა რას მივიღებთ? შვილო, იმას ხომ არ გთხოვ ჭორებს უსმინე მეთქი. ეს მას უნდა უთვალთვალო. თუ ფიქრეთი უთვალთვალებ, შეიძლება ვინმემ შეგნიშნოს. ჰალილ იბრაჰიმზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ თუ ეს მას უთვალთვალებ, რომც დაგინახონ, იტყვი რომ შენი სიამაყე შელახეს და ახლა ამიტომ უთვალთვალებ. ვერავინ ვერაფერს მიხვდება. ჰალილ იბრაჰიმ, ჯერ შენი ოჯახური ცხოვრება დავალაგოთ და ბიზნესზე შემდეგ დაგელაპარაკები. დღეს ჯენგისთან ვიყავი და ყველაფერზე ვესაუბრე. რას გულისხმობთ, ქემალ ბეი? უთხარი რომ ჰალილ იბრაჰიმი ახლა ჩემი ოჯახია. ის რასაც მას გაუკეთებენ, ჩავთვლი რომ მე გამიკეთეს. მან კი მიპასუხა, ის გადამრჩენია ბედნიერება ვუსურვო. მხოლოდ ერთი პრობლემა აქვთ. თავარია ჰალილ იბრაჰიმმა მათ ვაჭრობას არ შეუშალოს ხელი. ცუდ ადამიანებს დარტყმას ვაყენებ, ქემალ ბეი. დარტყმას ვაყენებ ყველას, ვინც არ უნდა იყოს. რას გულისხმობ? ყველაფერს, მის საქმიანობას და პირადად მას. kendisini de. დიახ, ჩვენ საქმიანობაზეც უნდა ვილაპარაკოთ. რადგან ამ ოჯახის მომავალი ხარ, ყველაფერი უნდა იცოდე და ყველაფერს აქედან გამომდინარე მართავდე. Kemal Bey, ქემალ ბეი, მე მხოლოდ ჩემი ცხოვრების მართვა მინდა. herhangi bir planım yok. ამიერიდან მცნება ჩემი ცხოვრება აღარ არსებობს. İş hayatına მე საქმიანობას ვგულისხმობდი. კარგი, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. გმადლობ. მამა, დღეს მე და ხალილ იბრაჰიმმა ვისაუბრეთ. Sen biraz bazı ვფიქრობ, რომ ძალიან ჩქარობ. aceleci davranıyorsun. Biz ilişkimiz გვინდა რომ ჩვენს ურთიერთობას კიდევ გარკვეული დრო მივცეთ. საქმის გაჭიანურება არ მიყვარს ესმა.
Eğer birbirimizi თუ ერთმანეთს უკეთ გავიცნობთ, ჩვენი ურთიერთობა ბევრად უფრო ჯანსაღი იქნება, Kemal Bey. Tamam. კარგი. Bu gece ამ საღამოს შემდეგ შეგიძლიათ ერთმანეთის გაცნობას იმდენად რომ მოანდომოთ, რამდენიც გინდათ. Bu რას geceden ნიშნავს sonra ამ საღამოს შემდეგ? Buyurun Ayşe Hanım. თხოვთ აი შეჰანიმ. Hoş geldiniz. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. მადლობ. Aa, merhaba. გამარჯობა ბიძია დერვიშ. Merhaba Selim გამარჯობა hocam. მასწავლებელო ესიმ. გამარჯობა აი შეჰანიმ. აქ რა საკეთებთ? Siz burada. ერთ-ერთი თქვენგანი Diğeriniz დერვიშია. hoca, ne მეორე yapıyorsunuz? მასწავლებელი აქ რა გინდათ? დერვიში ჩემი სახელია აიშე. ესიმი მასწავლებელია დიახ და კემალმა ისიც მოიწვია. ერთმანეთს კართან შევხვდით. Kemal Bey-იმ გვითხრა რომ კეთილი საქმისთვის გვიბარებს. Allah. ღმერთო, Nasıl bir hayır? საინტერესო ასეთი რა საქმე აქვს? Bana da çok მამა önemli ქემალმა dedi მეც Kemal მითხრა რომ მნიშვნელოვანი საქმე აქვს. Baba bu neyin gizemi? მამა ისი დუმალება რა საჭიროა? Esma. ესმა, Kapıya bak. კარი გააღე. Merhaba. გამარჯობა. Baba sana inanamıyorum. მამა არ მჯერა. Biz bana უთხარი რომ წავიდნენ. მოვბრძანდით. უკვე დიდი ხანია გელოდებით. ხელმოწერის ცერემონია ჩავატაროთ. ხელმოწერის? nikah mı? ხელმოწერის? Ayşe'cim hoş აი, შეკეთილი იყო შენი მოსვლა. მინდა რომ ესმას მოწმე შენ იყო. Hoş geldiniz. შეკეთილი იყოს თქვენი მოსვლა. მადლობ. Hayırlı olsun. გილოცავ ხალილ იბრაჰიმ. Vallahi size ადამიანი უკვე ვეღარ გეწევათ. dün გუშინ istemedim. ნიშნობა Yıldırım დღეს nikahı. ელვის მომტანი ქორწინება. Böyle bir şey olsun istemiyorum şu an. მამა, მე ის არ მინდა. მე მინდა ესმა. რადგან ჰალილ იბრაჰიმთან ერთ ჭერქვეშ უნდა ვიცხოვროთ, მასწავლებელსაც შევუთანხმდი. Kemal Bey, თუ ვინმე წინააღმდეგია, მაშინ ამას არ ვიზამ. Varsa ben yokum. Bu görevi yapmam. Hocam მასწავლებელო, da მსგავსი არაფერია. öğrendik biraz şaşırdım. უბრალოდ ამ წუთში გავიგეთ და ცოტა İçeride konuşabilir miyiz? გაუცებულები ვართ. შეიძლება ცალკე ვილაპარაკოთ. მასწავლებელო, თქვენ შებრძანდით, მეც მალე მოვალ. მობრძანდით, გთხოვთ. Hayırlı olsun yeğenim. გილოცავ ძმისშვილო. Nikahta ვიტყოდი რომ ქორწინებას წარმატება მოაქვს, მაგრამ რადგან აიშეც მოვიდა, Ayşe'de gelmiş. ესე იგი კატასტროფა იქნება. Aşk olsun da. რას ამბობთ ბიძია დერვიშ? Baba ne oldu? მამა რა ხდება? Hocanın burada ne ჩემს işi var? მასწავლებელსა აიშესაკ რა უნდათ? ყველამ უნდა გაიგოს შვილო, თუ აიში არ იქნება, მაშინ ქორწინების შესახებ ვინ გაიგებს? Ondan iyi Zamodi. mı bulacağım ben? ნუ ვალოდინებთ. Hadi içeri წამოდი. geçelim, hocayı bekletmeyelim. Hadi. Eline sağlık. ღმერთმა დაგლოცოს. გემრიელად მიირთვი. Eline sağlık. ჯანმრთელობა არ მოკლებოდეს. Sağ ol annem. გმადლობ შვილო. Oğlum. შვილო, რადგან დამლა არ არის, ცოტა ვისაუბროთ. Hangi konuda? რაზე? ხალილ იბრაჰიმსა და ესმაზე. Zeynep. ზეინები ჰალილ იბრაჰიმთან დაკავშირებით შეცდა. Ben de მეც შევცდი და საერთოდ ესმასთან დაკავშირებით ყველა შევცდით. შენს შეცდომებზე ვისაუბრო, დედა. ვისაუბროთ შვილო, ვისაუბროთ. ეს თემა ისედაც იმითომ წამოვჭერი, რომ არ მინდა გულში იკლავდეთ. ზეინები დუმს. შენც უცნაურად იქცევი. უკვე მეშინია.
Anne yani ne yapmamızı bekliyorsun? დედა, რა უნდა ვქნათ? Kikalara gidip ქიქასთან წავიდეთ და ხალილ იბრაჰიმის და ესმას მოკლა და ვუკვეთოთ? Be kızım. არა, შვილო. Bak kızım bu bile bir tepki. უკვე ეგეც კი რეაქციაა. Yapın diye demiyor. ნედიმეს იმის თქმა უნდა, რომ უბრალოდ თავს ნუინადგურებთ. Biz kendimizi... თავს ჩვენ არ ვინადგურებთ, დეიდა. გვანადგურებენ და ახლა თქვენც ნუ დაემატებით. Efendim Şota? დიახ, შოთა. Ne işi varmış? რატომ orada? მოვიდა? Evine აქ რა უნდა? buraya niye geliyormuş? ვინ არის? აი შემოვიდა? დიახ. შემოვიდეს. ალბათ ბავშვებთან მოვიდა, თორემ აქ რა უნდა, როცა სახლში სტუმრები ხავს. კარგი, შეუძლია შემოვიდეს. Ayşe'nin ამ სახლში 40 ადამიანია, ვისაც შეიძლება აიშემ დაურეკოს, როცა ბავშვები სანახავად მოდის. როგორც ჩანს, ისეთი თემა არ არის, რომელზეც ტელევიზორში ლაპარაკობენ. შემოვიდეს. kusura bakmayın. უკაცრავად ასე მოულოდნელად რომ მოვედი. Evde de mit. სახლში მითათი და დანარჩენები მელოდებიან, მაგრამ შეცდომა დავუშვი. აიშე შეცდომა დაუშვი და ამას აღიარებ. Sorma hala. ნუ მკითხავ, დეიდა. Yani her ყველაფერი ისე მოულოდნელად მოხდა, რომ benim დაფიქრების დროც კი არ მქონდა. Yoksa ben თავიდან მეც წინააღმდეგი ვიყავი. Çıkar şu ağzındaki თქვი აიშე, რა მოხდა? Esma'nın იძულებული გავხდი ესმას და ქემალის მოწმე ყოფილიყავი. დედა ნედიმე. Ne nikah? რომელი ქორწინების აიშე? Kemal abi ძმა ქემალმა დაჟინებით მთხოვა მასთან მივსულიყავი. Ben de acil bir şey var. ვიფიქრე რაღაც სასწრაფო იყო. Bir de ne და რას ვხედავ? Halil İbrahim. ხალილ იბრაჰიმი და ბიცია დერვიში იქ არიან. Meğerse როგორც აღმოჩნდა, ძმა ქემალმა მისვლა, იმიტომ მთხოვა, რომ მოწმე ყოფილიყავი. ხალილ იბრაჰიმი და ესმა დაქორწინდნენ? Kemal abi ძმა ქემალმა ხალილ იბრაჰიმს მათთან საცხოვრებლად გადასვლა მოსთხოვა. evde nikahsız durmaz. და თქვა, რომ არასწორი იქნება თუ ერთჯერ ქვეშ რელიგიური ქორწინების გარეშე იცხოვრებდნენ. და ისინიც დათანხმდნენ. Öyle mi? დიახ, ზეინებ. Zeynep. Ben პირდაპირ აქ წამოვედი. duy diye hemen geldim. მინდოდა ჩემგან გაგეგოთ. Allah mutluluk ღმერთმა ბედნიერება არ აღირსოთ. Ne diyelim Ayşe? რა უნდა ვთქვათ? İyi akşamlar. საღამომშვიდობის ბიძია, საიდან მოდიხარ? Nikahtan. ქორწინების ცერემონიიდან. ვინ ვისა დაქორწინდა? Halil ხალილ იბრაჰიმი და ესმა. Dedim o. გაიგონე თუ რან? ხალილ იბრაჰიმი თქვა. ბიძიამ საკითხზე ხუმრობა არც ისე კარგი აზრია. Ben მე მხოლოდ მოწმე ვიყავი შვილო, მეტი არაფერი და ხუმრობით კი ქემალმა იხუმრა. Kemal yaptı. Gerçek mi? ესე იგი მართალია? Nasıl yani? რას ამბობ, ბიძია? Sen bir de böyle შენ კი მოწმე გახდი? Sor. ნუ მკითხავს ემა. Ben მე ის ადამიანი ვარ, რომელიც მსგავს რამეს მთელი ცხოვრება გაურბოდი და ბოლოს შეუძლებლის მოწმე გავხდი. არ მესმის ხალილ იბრაჰიმმა ასეთი რამ ჩვენგან ფარულად რატომ გააკეთა? ოსმან სისულელეს ნუ ამბობ, რომ გწოდნ და რას იზამდი, წახვიდოდი? დიახ, წავიდოდი და ხელს შევუშლიდი. Elimizden geliyorsa da mani olurduk da. Halil İbrahim. ხალილ იბრაჰიმი რამის გააკეთებას თუ გადაწყვეტს, ხელს შეუშლიან? ეგეც მართალია. ღმერთო, დიდამ, დაჯექი. ოსმან, წყალი. Ben çok kötü. ცუდად ვარ. Ol vallahi. ხო, ახლა შეიძლება მართლა ცუდად ხარ. Sen komalık olsan მე თუ ამ მდგომარეობაში ვარ, შენ შეიძლება საერთოდ კომაში ჩავარდე. Onda herhalde. დიდამ, ალბათ აბრო დაგეხვა. წყალი დალია გაგივლის. Dayı. ბიძია, Bu Zeynep'e ზეინებს ამის შესახებ ვინ ეტყვის? Ayşe. აიშემ ალბათ უკვე ყველაფერი უთხრა. Hay Ayşe'nin ne აიშე რა შუაშია? Esma'nın ესმას მოწმე იყო. ახლა უკვე მეც ცუდად ვარ. თქვენს თავს თვითონ მიხედეთ. ჩემი და როგორ არის? ზეინები ამ ღამეს თუ გადაიდანს, აღარ მოკვდება. ერთი რამ ვერ გავიგე.
რადგან იცულებული იყავი მსგავსი მოვლენის მოწმე გამხდარიყავი, მაშინვე ჩემს დას რატომ მოახსენე? ლეილა ზეინები მაინც გაიგებდა. ზეინები მიყვარს. ცუდეთ რატომ უნდა მოვიქცე? ზედაც კი არ შემომხედავდა სხვისგან რომ გაეგო, რომ მე მოწმე გავხდი. რა თქმა უნდა, კარგად მოიქეცი. ზეინები ბუნებრივი სიკვდილით არც ისე მოკვდება აიშე. მაგრამ ფიქრეთს რა რეაქცია ჰქონდა? ფიქრეთი ის ადამიანი არ არის, რომელიც თავის ემოციებს ყველას დასანახად გამოხადავს. მაგრამ მაინც გაუკვირდა. რა გაუკვირდა? ჰალილ იბრაჰიმა ეს რატომ გააკეთა თუ ესმას მიმართ ჯერ კიდევ რამეს გრძნობს? რატომ? ესმას მიმართ რას უნდა გრძნობდეს? მათ შორის არაფერია. ბიძიას იმის თქმა უნდა, რომ ესმა ხომ სულ ახლა ხანს ფიქრეთსა და ზეინებს შორის შუამავალი იყო. მე ერთი რამ ვერ გავიგე. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ზეინებისთვის გააკეთა, როგორ შეეძლო ასე მოქცეოდა? კაცებს არ შეუძლიათ ერთმანეთს ისე მოექცნენ, როგორც ქალები იქცევიან. ასე არ არის დამლა? აიშე, ცდილობ გული მატკინო. ძალიან მიკვირს. შვილო, ახლა ძველი თემების გახსენების დრო არ არის. მაგრამ მაინც ასეთი საქციელი ჰალილ იბრაჰიმის სტილი არ არის. მეც ასე ვფიქრობ. არ ვიცი ახლა რა იქნება. მე და იავუზი უნდა წავიდეთ. ფიქრეთს დაველაპარაკოთ. იმის თქმა მინდა, რომ ამიერიდან ომია გამოცხადებული. იქნებ მისი გეგმაც ეს იყო მითად. მომავალი გვიჩვენებს. ისევ სმა დაიწყე? სხვა რა გავაკეთო ზეინებ? შენი წყალობით ჩემი და შენი საყვარელი ადამიანები დაქორწინდნენ. ამაზე რა სიტყვი? ძმაო, ხომ იცი რომ აიშე ქემალმა დააჩქარა? ახლა მაგ ქემალს, აიშეს, დამლას და შენ გონია მე არ მტკივა? ვიცით რომ ეს თამაშია. ვიცით რომ ჩვენი რჩეულები იძულებულები იყვნენ. ვიცით რომ ამ მდგომარეობაში ჩვენ გამო არიან. ჩვენს გამო არა ზეინებ. შენს გამო. ჩემ გამო? ესმას მამის მოკლაში ხელი რომ შეგიშალე დამნაშავე მე ვარ? დამლას მამაც მოვკალი, მე რა მოხდა? რა მოხდა? რა აღარ მოხდა? ზუსტად ამიტომ ხარ იძულებული დამლასთან ერთად იცხოვრო. ერთხელ მაინც ყველა კბილს ჩემი ხელით დაგიმტვრევ. ერთხელ მაინც თუ არ აღიარებ, რომ რაც გინდოდა, ის არ გამოვიდა. არასწორად მოვიქეცი. როცა ხალილ იბრაჰიმი შევიყვარე. ჩემ შეცდომებზე პასუხს ვაგებ, ძმაო. შენც იგივეს გირჩევ. თითქოს ჩემი შეცდომების აღიარება არ შემეძლოს. სათვალავია მერევა, ამიტომ არ ვამბობ. დიახ, წავალ დავიძინებ. ესმა ჰალილ იბრაჰიმს ოთახი აჩვენე. ხამემშვიდობის. ახლა უკვე მშვიდად ვარ. ძილინებისა ესმა.
Ne halt edeceğim? რა უნდა ვქნათ? Fikret'le Zeynep. ფიქრეთი და ზეინები დავკარგე. ხვალდილით ოღუს მივწერ, რომ რესტორანში შეხვედრა მოგვიწყოს. Bu iyi bir fikir. კარგი აზრია. Çünkü biz თუ არ დავილაპარაკებთ, ამის ახსნას ვერასდროს შევძლებთ. ესმა ნორმალურ გარემოში არ დაუშვებდი მამაშენს ასეთ მდგომარეობამდე მივეყვანეთ, მაგრამ ახლა ხელები შეკრული მაქვს. უარს თუ ვიტყოდი, ყველაფერი გაუარესდებოდა. იმდენი რამ თქვა, რომ ჩვენს უარს არ მიიღებდა. არ მეგონა, რომ ყველაფერი ასე მოხდებოდა. ben yarın istersen... თუ გინდა ხვალდილით მამას დავილაპარაკები, რა სეტყვი? Gerçekleri. სიმართლეს. Halil İbrahim beni ვეტყვი, რომ ხალილ ებრაჰიმა იმისთვის, რომ ფერჰათისგან გადავერჩინე, მსხვერპლი ამ გაიღო. ყველაფრის ბოლოს მხოლოდ მე რომ გადამემტეროს, თვითონ გეტყოდი მისთვის ყველაფერი გეთქვა, მაგრამ ჩემზე არ შეჩერდება. გივილს მოგაყენებთ როგორც შენ, ისე ფიქრეთს. იფიქრებს, რომ ეს გეგმა ფიქრეთმა მოიფიქრა და არა ზეინებმა. ომს გამოუცხადებს. და საბოლოოდ უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებით. კარგი. კარგი. წამოდი შენს ოთახს გაჩვენებ. არ შეწუხდე, დაბლა დავიძინებ. O zaman მაშინ ბალიშს და პლედს მოგიდან.